რომელი გასვლითი სტადიონი მოგწონთ ყველაზე მეტად? შევეცდები, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი როგორღაც მაინც მივიღო. მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ სტადიონად დავასახელებდი ბარსელონას სტადიონს. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თითოეულის საყვარელი მომენტი ლივერპულის კარიერიდან. ჩემთვის ალბათ ასეთი ლივერპულში დებიუტი იყო. Virgil, Ryan, სალამი. თქვენთან საუბარი სასიამოვნოა ბიჭებო. დიდი მადლობა რომ დრო დამითმეთ. მოდით პირდაპირ შეკითხვებზე გადავიდეთ. ლივერპული ამჟამად შთამბეჭდავ ფორმაშია. ყოველთვის, როდესაც გუნდი მარცხის ზღვარზეა, თქვენ ყაიმის დაფიქსირებას ან გამარჯვებას ახერხებთ. თქვენი აზრით, ამ უდრეკი ნებისყოფის საიდუმლო რაში მდგომარეობს და როგორ მიაღწია გუნდმა ასეთ დონეს? ჩემი აზრით, ამის უკან ჩვენი სულისკვეთება და მენტალიტეტი დგას. მატჩის დაწყებისას შენ უნდა გქონდეს განწყობა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთე. სათამაშოდ 90 წუთზე მეტი გაქვს. შესაბამისად, კამბექის შესაძლებლობა ყოველთვის გექნება. ჩვენ გვაქვს საჭირო უნარჩვევები, გვყავს ფეხბურთელები და სწორედ ამიტომ საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და უნდა ვიბრძოლოთ. მსგავსი რაღაცები მხოლოდ მინდორზე ყოფნით არ ხდება. შენ ამისთვის უნდა იშრომო. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ სტაბილურად სწორედ ამას ვაკეთებთ. და დარჩენილი სეზონის განმავლობაშიც ამის კეთება უნდა განვაგრძოთ. რაიან, ამ პასუხს რაიმეს ხომ არ დაამატებდი? არა? მაშინ ამ კითხვას შენ დაგისვამ. კარგი. მე ქართველი ვარ და ამიტომ ეს უნდა გკითხო. Virgil, სამწუხაროდ შენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩი გამოტოვე, მაგრამ რაიანმა ითამაშა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში მიითვალა. რა გახსოვთ იმ დღესთან დაკავშირებით? როგორი თამაში იყო? მინდორზე შევედი. როგორც მახსოვს, ეროვნული ნაკრების მაისურით ის ჩემი მესამე მატჩი გახლდათ და გოლი გავიტანე. ძალიან ამაყი ვიყავი. თუ არ ვწდები, ის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მეორე მატჩს წარმოადგენდა. ჩემი აზრით, დიდებულად გავისარჯეთ და ბედნიერი ვიყავი, რომ მინდორზე შესვლიდან ერთ წუთში გოლი გავიტანე. შესანიშნავია. ეს კითხვა ორივესთან მაქვს. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს მდიდარი საფეხბურთო ისტორია აქვს, თუმცა 1988 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის და რა შეიძლება შეიცვალოს უახლოეს მომავალში? ახალი თაობითა და ძველი და ახალი მოთამაშეების შერევით. ჩემი აზრით, ჩვენ ძლიერ გუნდებს უპირისპირდებით. საკუთარი მდგომარეობის გააზრებას ყოველთვის ვცდილობთ და ევროპის, მსოფლიოსა და ნებისმიერი სხვა ჩემპიონატის მოსაგებად ცოტა გამართლებაც გჭირდება. 1988 წლის შემდეგ არაფერი მოგვიგია და ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ყოველთვის, როდესაც რაიმე ტურნირზე ვასპარეზობთ, ამის გამოსწორებას მუდმივად ვცდილობთ. რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რომელთაგან თითოეული თავის როლს თამაშობს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ფოკუსირებული. ვცდილობთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიღოთ და თუ ამას შევძლებთ, ჩემი აზრით ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და საკმაო გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენთან თამაში ყველას გაუჭირდეს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, დღესდღეობით წარმატების მისაღწევად ბევრად უფრო მეტი რაღაც გჭირდება. ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. ყოველთვის იქნება ეს ერთი თამაში თუ ტურნირი. ჩვენ მოგებაც ვცდილობთ და ვიცით თუ რაოდენ რთულია ეს. ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სხვადასხვა ქვეყნებს ვხვდებით, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერები არიან. მოსალახმა ახლახან აღნიშნა, რომ არნე სლოტი ბევრად უფრო მეტ ტაქტიკურ ცვლილებას ახორციელებს თითოეული მატჩის შემდეგ, ვიდრე იურგენ კლოპი. ტაქტიკური ცვლილებების მიღმა რა მოიტანა არნე სლოტმა ლივერპულში, რამაც უკვე დიდებული გუნდი უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანა. უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, შედარებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ჩემი აზრით, რასაც იურგენმა ამ კლუბში გატარებული წლების განმავლობაში მიაღწია, შთამბეჭდავი გახლდათ და ჩვენ წარმატებულები ვიყავით. შესაბამისად, ამის დავიწყება დაუშვებელია. იმისთვის, რომ სხვები შევაქოთ, მისი საქმეები არ უნდა დავაკნინოთ. რა თქმა უნდა, რაღაცეები იცვლება. უკვე შეიცვალა. როდესაც ახალმა მწვრთნელმა გუნდი ჩაიბარა, მან რაღაცეები შეცვალა. არ ვიტყოდი, რომ ბევრი რაღაც, მაგრამ რაღაცეები ნამდვილად შეცვალა. ის განსხვავებული ადამიანია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. წინსვლა უნდა განვაგრძოთ და ვნახოთ თუ რას მოგვიტანს ეს სეზონი. რაიან, ეს კითხვა პირადად შენთვისაა. შენი პოზიცია მოედანზე შეიცვალა და განსხვავებული ტიპის მოთამაშედ გაგიცანით. რა შეიცვალა შენთვის ამ სეზონში? რა მოვლენები გამითარდა?
დიახ, ახლა სხვა პოზიციაზე ვთამაშობ. გასულ სეზონში უფრო მეტად შეტევაში ვირჯებოდი. ახლა კი დაცვაში ვარ. ჩემი აზრით, ძირითადად ეს შეიცვალა. ამ პოზიციაზე თამაში მომწონს და მინდა რომ წინსვლა განვაგრძო. შესანიშნავია. ვირჯილ, შენ ლივერპულში ყველაფერი მოიგე. რაიან, შენ კი მოგზაურობას ახლა იწყებ, თუმცა კარაბაოს თასს უკვე დაეუფლე. ვირჯილ, შეგიძლია აღწერო თუ როგორი შეგრძნებაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგას ან პრემიერ ლიგას იგებ ლივერპულის ფეხბურთელის რანგში და გაქვს მოგონება ტიტულის მოგების შემდგომი ზეიმიდან, რომელსაც რაიანს გაუზიარებდი. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი? ჩემი აზრით, მან უკვე რაღაც დოზით იცის თუ როგორი განცდა იქნება იმ ტიტულის მოგება, რომლებიც შენ აღნიშნე. როდესაც ზეიმს დაიწყებ, მიხვდები, რომ ის მძიმე შრომა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გასწიე, ამად ღირდა. როგორც მახსოვს, მე მას ჩვენი აღნიშვნის ვიდეოები ვაჩვენე. ეს საოცარი მიღწევა იქნება და მიხვდები, რომ მთელი შენი თავდაუზოგავი შრომა ამად ღირდა. სამწუხაროდ, როდესაც პრემიერ ლიგა მოვიგეთ, კომაგებთან ერთად სათანადოდ ვერ აღნიშნეთ. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად საოცარი წვეულება გავმართეთ. და ეს ისეთი რაღაც არის, რისი გაკეთებაც კვლავ გსურს და მე სწორედ ამას ვუმისნებ. იმედია სეზონის ბოლოს ლივერპულის კომაგებთან ერთად დიდ წვეულებას მოაწყობთ. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თითოეულის საყვარელი მომენტი ლივერპულის კარიერიდან. ეს შესაძლოა იყოს გოლი, მატჩი ან რომელიმე გამორჩეული შემთხვევა. დიახ, ჩემთვის ალბათ ასეთი ლივერპულში დებიუტი იყო. თუმცა გამორჩეული იყო ენფილდზე პირველი გოლიც. ეს მომენტი პირადად განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ასევე გავიხსენებდი კარაბაოს თასის ფინალსაც, რომელიც მოვიგეთ. საუკეთესო მომენტები ესენი იყო. შენ რა სიტყოდი, ვირჯილ? ალბათ ვიტყოდი ფინალს, რომლითაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. წარმოუდგენელი იყო იმის გააზრება, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. თანაც ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ფინალში დავმარცხდით. მთელი სეზონის განმავლობაში გაღებული დაუღალავი შრომა საბოლოოდ დაფასდა და გასაოცარი სეზონი გამოდგა როგორც პირადად ჩემთვის, ისე მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. თუმცა როგორც რაიანმა თქვა, ასევე დაუვიწყარია კლუბში ჩატარებული სადებიუტო მატჩი, რომელიც განსაკუთრებულად მახსენდება. ამას ვერასოდეს დავივიწყებ. სურს ასევე გკითხოთ თქვენს ბოლო მატჩზე, მან იუნაიტედის წინააღმდეგ. შთამბეჭდავი თამაში გამოდგა და მე როგორც კომაგი გაოცებული ვუცქერდი. თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქაოტურად თამაშობდით, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. შეგიძლიათ გაიხსენოთ მატჩის პერიპეტიები და მოგვიყვეთ, რა არ გამოუვიდა, ან რა გამოუვიდა ლივერპულს. ფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელსაც ძალიან კარგი სათამაშო გეგმა გააჩნდა და საქმე გაგვირთულეს. ჩემი აზრით, საკმაოდ პოზიტიური იყო ასეთ გუნდთან თამაშის შემოტრიალება. ცხადია, უკეთესად უნდა გვეთამაშა და მოგვეხერხებინა, რომ დომინანტები ვყოფილიყავით, მაგრამ უნაკლოები არც ჩვენ ვართ. ვცდილობთ, რომ ვიყოთ, მაშინაც მაქსიმალურად მოვინდომეთ. თუმცა მათ ასევე ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ძალიან კარგი გეგმა ჰქონდათ და ზოგადად პერიოდულად არის ხოლმე რთული თამაშები მთელი სეზონის განმავლობაში. ეს მატჩიც მორიგი ასეთი შემთხვევა გახლდათ. შეგვეძლო მოგვიგო. ასევე შეგვეძლო წაგვეგო. თუმცა საბოლოოდ ქულა ავიღეთ. ამას უნდა დავჯერდეთ და მომდევნო მატჩისთვის საჭირო მიმართულებები გამოვასწოროთ. თქვენ როგორც მოთამაშეები საკმაოდ ახლოს ხართ ერთმანეთთან პოზიციურად და თამაშის დროსაც ხშირად საუბრობთ ხოლმე. ხომ ვერ გაგვიმხელ ყველაზე ხშირად, რაზე ესაუბრები ხოლმე რაიანს თამაშის დროს. ჩვენ კომაგებსა და ჟურნალისტებს ამის გაგების საშუალება ხომ არ გვაქვს. ამიტომ ასეთი დეტალები ყოველთვის მაინტერესებს. ალბათ სტადიონზე ვინც არის ჩემი ყვირილის ხმა ყველას ესმის. ფიქრობ ყველას ესმის როგორ ყვირი, თუმცა ეს ძირითადად პოზიციურ თამაშს ან დაცვაში ჩამოსვლას ეხება ხოლმე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამის მიზანია ავირიდოთ გოლები და ერთმანეთს დავეხმაროთ. შესაბამისად, თავარი სწორედ ეს არის. სხვას ბევრს არაფერს ვამბობთ.
არა მხოლოდ გოლების თავიდან ასარიდებლად, თავადაც არაერთ მომენტს ქმნი. თითქმის საგოლე პასებს აკეთებ ხოლმე. ახლა კი მაინტერესებს, პრემიერ ლიგასა თუ ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ თამაში გსიამოვნებთ? შეკითხვა ორივესთანაა. გიყვართ და გსიამოვნებთ თამაში? ფიქრობ, ამ შეკითხვაზეც ორივეს მაგივრად მე შემიძლია პასუხის გაცემა. ორივეს გვსიამოვნებს, როდესაც უმაღლეს დონეზე ვასპარეზობთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ გვირჯებით. იქნება ეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში თუ სხვა ტურნირებზე, მათ შორის სანაკრებო ტურნირებზე, საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ. ამ დროს მთავარი ის არის, რომ ვეთამაშებოდეთ საუკეთესო გუნდებს, რადგან ამ დროს თავს წარმოაჩენს საუკეთესო ფეხბურთელების, საუკეთესო მწვრთნელების წინააღმდეგ და ვფიქრობ, ყველაზე სასიამოვნო სწორედ ეს არის. დიახ, ამავდროულად რთული მატჩების ჩატარებაც ხშირად გვიწევს, მაგრამ ეს ძირითადად სასიამოვნო პროცესია. ფიქრობ, ამაში შენს და მეთანხმები. მაშინ ასე ვიკითხავ, რომელი გასვლითი სტადიონი მოგწონთ ყველაზე მეტად? შევეცდები, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი როგორღაც მაინც მივიღო. პრემიერ ლიგაში თუ მსოფლიოში? ორივეგან. პირადად მე ვფიქრობ, რომ თქვენი სტუმრობა სანტიაგო ბერნაბეუზე ყოველთვის განსაკუთრებულია. კარგად და განსაკუთრებით მახსოვს ბერნაბეუზე ჩატარებული ერთ-ერთი მატჩი, ვილნევა ვოკელო უნჩარტეს. ასეთი გამორჩეული რამ მანამდე არ მინახავს. თუმცა რა სიტყვით პრემიერ ლიგაზე? მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ სტადიონად დავასახელებდი ბარსელონას სტადიონს, სადაც გამორჩეული ატმოსფერო იდგა. იქ ორჯერ ვითამაშე და ორივეჯერ დავმარცხდი, თუმცა ფიქრობ, რომ ნამდვილად გასაოცარი ადგილია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, აქაც უამრავი კარგი სტადიონია, რომელთანაც ბევრი კარგი რამ გვაკავშირებს. ასეთები ცალსახად არის ოლდ ტრაფორდი და ვილა პარკი. ან თუნდაც ნოტინგემ ფორესტის სტადიონი, რომელიც გამოირჩევა კომაგებით. ისინი ძალიან ერთგულები არიან. ასეთებია ნიუკასლიც. დიახ, ნიუკასლიც კარგია. ინგლისში ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ იმით, რომ ასეთ სტადიონებზე და ასეთ ატმოსფეროში ვთამაშობთ, სადაც გულშემატკივრები გუნდს ძალიან ეხმარებიან. ეს ნამდვილი წყალობაა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ბიჭებო. იმედია სეზონის ბოლოს ყველა სასურველ თასს იზეიმებთ და გილოცავთ, რადგან დიდებული გუნდი გყავთ. მშვენიერ ფორმაში ხართ წელს და იმედია ასევე გააგრძელებთ. დიდი მადლობა.